საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. შეგახსენებთ, რომ დღეს არის მაგტიფანის მერვე ლაივ კონცერტი, რომელსაც წარმოგიდგენს მაგტი. ჩვენი პარტნიორები კი გახლავთ რადიო ვინილი, FM 99.7 და სანო სტუდიო. ცოტა დაისვენე, მოდესაც მე ვილაპარაკებ, გენაცვალე. განუმეორებელი იყავი პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი ლამაზი წუთები გვაჩუქეთ ჩვენ. მიმართავ მაესტროს ერთგულ ტელემაყურებელს, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ გვექნება განსაკუთრებული ტური, რომელიც განსაკუთრებულმა ადამიანებმა განსაკუთრებულად შეარჩიეს თქვენთვის. ყველამ კარგად იცით თუ რაოდენ ძნელია ლეგენდარული ჯგუფის Queen-ის რეპერტუარის შესრულება და მისი სოლისტის ბატონი ფრედი მერკურის, მაგრამ როგორც იცით, მაგტიფანი ამაშიც განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენი პროექტებისგან.
აი ტაშის ხმაც მომესმა და დღეს ჩვენ ვეცდებით რაც შეიძლება მაგრად შევასრულოთ ყოველი საკონცერტო ნომერი და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ რომ მაგტიფანი მაინც ყველაზე მაგარი მონაწილეებისგან შედგება. არა კეთილი. ნამდვილად მე დარწმუნებული ვარ სოსო რომ ჩვენი მონაწილეები ძალიან თამამად გადაახტებიან ამ ბარიერს, რასაც ქვია Queen-ის ტური და მე დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება. მით უმეტეს რომ ჩვენს კონკურსანტებს აკომპანირებას უწევს არაჩვეულებრივი მუსიკოსთა ჯგუფი ვაკის პარკი. და კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ჩამოთვალოთ ეს შემადგენლობა. კლავიში ირაკლი სანაია. ბას გიტარა გიორგი სამსონაძე. დრამი მინდია გაბაშვილი. და მაგტიფანის დირექტორი სოლო გიტარა ასევე მინდა ხურვალი აპლოდისმენტებით მივესალმოთ ჩვენს ბეკ ვოკალისტებს მათი მხარდაჭერისთვის მთელი პროექტის განმავლობაში და ესენი არიან გოგა მესხი, მარია პავლიაშვილი, მარი ჯომარდიძე და რაც მოუნდა გიორგი ცხორიაშვილი. კიდევ ერთხელ უბრალოდ ხურვალები ხურვალი აპლოდისმენტების მომზე. მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ გვყავს ორი აუთსაიდერი და ჩვენს დღევანდელ კონცერტს სწორედ მათი მუსიკალური ნომრებით დავიწყებთ, რათა მაყურებელს კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი რომ დააურეგოს ამ არაჩვეულებრივ კონკურსანტებს. თან არ დაგავიწყდეთ რომ ზარების მიღება შეწყდება, როგორც კი ბოლოს საკონკურსო ნომერი გაჟღერდება ამ სცენაზე, ასე რომ იჩქარეთ და იაქტიურეთ. ასევე აღსანიშნავია რომ დღეს დასახელდება 3 აუთსაიდერი, აქედან ერთს როგორც ყოველთვის გადაარჩენენ ბავშვები, ორი კი მომდევნო კვირის განმავლობაში მხოლოდ თქვენზე იქნება კვლავ დამოკიდებული ჩვენო არაჩვეულებრივ ტელემაყურებელო. ასე რომ თქვენზე არის მოკლედ ყველაფერი დამოკიდებული ამ შოუში და ნამდვილად ასეა. ახლა კი ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენლები ჩვენი პროექტის, ჩვენი ღრმად პატივცემული ჟიურის წევრები. კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ კეთი. მუსიკის მცოდნე შალვა ცხოვრებაძე. დაში მეგობრებო, უბრალოდ ხმამაღლა. აი ასე. მომღერალი მაია ჯაბუა. მუსიკოსი მერაბ სანოძე. დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და მთელი საღამოს განმავლობაში იქნებით და ჩვენ რა თქმა უნდა ტრადიციულად იმედი გვაქვს თქვენი ობიექტური შეფასებების. ეხლა კი კეთი, მე მგონი დადგა დრო რომ დავიწყოთ ის მთავარი და უმთავრესი, რისთვისაც შეიკრიბა აქ ამ დარბაზში მაესტროს ახალ საკონცერტო დარბაზში ეს ბრწყინვალე საზოგადოება და სცენა დაუთმოთ ჩვენს პირველ აუთსაიდერს, რომელიც შეასრულებს ლეგენდარული Queen-ის ლეგენდარულ სიმღერას Radio Gaga. მოდი ჯერ ნომერი გამოვაცხადოთ და მერე კონკურსანტი, ხო? ოკეი. ესე იგი, მისი პირადი ნომერი გახლავთ 093000310. ხოლო თქვენს წინაშეა გური პასიკაშვილი. წევიდა. Alone and war was tired. We weren't afraid and we were trying.
stars. You made him laugh, you made him cry, you made us feel like we could fly. So don't become some background noise, a backdrop for the ghetto boys who just don't know, who just don't care, and just complain when you're not there. You had a time, you had a power, you had to have your finest hour. Radio, all we hear is Radio Gaga, Radio Gugu, Radio Gaga. All we hear is Radio Gaga, Radio Gaga. Radio, what's new? Radio, someone still loves you. We watch the shows, we watch the stars on videos for hours and hours. We hardly need to use the ears, how music changes through the air. So don't become some background noise, a backdrop for the gathered boys, and just complain and just deny and father know of all that's been right. You had a time, you had a power, you yet to have your finest hour. Radio, all we hear is Radio Gaga, Radio Gugu, Radio Gaga. All we hear is Radio Gaga, Radio Gugu, Radio Gaga. All we hear is Radio Gaga, Radio blah blah. Radio, what's new? Radio, someone still loves you. გური ბასიკაშვილი. Wow, man. Yeah, მოგითხარი, არაფერი გაქვს სანერვიულოდ ხო, ძალიან მაგარი იყო. დიდი მადლობა. და გადავდივართ სიტყვით ჩვენს კომპეტენტურ ჟიურისთან. შალვას თხოვთ რომ პირველმა შეაფასოს გურის გამოსვლა. მოგესალმებით. გური გილოცავ, პირველ რიგში მე მიხარია რომ ისო ბენდი დაბრუნდა და მით უმეტეს Queen-თან ერთად. და რა ვქნა, სწორება მაინც გვიწევს, ნუ Queen-ი არის, მაგრამ ფრედი მერკურის სტანდარტი უნდა გქონდეს ალბათ. მე ეგრე მგონია, ნუ იმიტაციას არავინ არ ითხოვს. მე წინაზე აღნიშნე შენი ძალიან კარგი დაბალი რეგისტრი, მაგრამ ამ სიმღერაში არის დაბალი, საშუალო და მაღლაც საკმაოდ ბევრი სამღერი. რაღაც მომენტებში მე მგონი, უბრალოდ შენი ხმა არ ყოფნი და არ ვიცი შეიძლება გაციებული ხარ ან რაღაც. ავათა, ჩვენ გვაქვს ეჭვი რომ ავათა ხარ. ნუ ამ ყველაფერს ვითვალისწინებ და მე გიწერ ცხრიანს. დიდი მადლობა შალვას ამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებისთვის სხვა შორის და ქალბატონ მაიას უსმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ძალიან დიდი ჩემი კომპლიმენტი, სიმპათია გამოვთქვა ქეთის და სოსოს მიმართ, იმიტომ რომ მე სულ მერე გული მწყდება რომ ამას ვერ ვახერხებ მერე კონკურსის მსვლელობის დროს და ვეღარ ვასწრებ რომ აღნიშნო როგორი არაჩვეულებრივი წამყვანები ყავს ამ პროექტს. უღრმესი მადლობა ქალბატონ მაია, ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავდა თქვენგან განჟღერებული ეს სიტყვები. არა, მართლა მე სულ მაწუხებდა რომ ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე ამის ხაზგასმა. გური, რაც შეეხება შენს დღევანდელ გამოსვლას, მე ვეთანხმები აბსოლუტურად შალვას, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ეს რეგისტრი არ იყო მთლაც შენი თუ მართლა რაღაც მე მგონი ეპიდემია არის სახლში, იმიტომ რომ ბევრნი ხარ თავად და ნუ აი მეც რა ვიცი დავწერ ცხრიანს ამის გამო. 9 ქულა. დიდი მადლობა ქალბატონ მაიას. და უსმენთ მერაბ სანოძეს. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა ბენდს, იმიტომ რომ
ჩემი ახალგაზრდობა გამახსენა. ძალიან ცოტა ესე თქვა წინა სიტყვებას ვიტყვი. თბილისი იყო დაყოფილი რამდენიმე ესე თქვა ლეგენდალურ ბენდებად. იყო ну თავისთავად ცხადია ბიტლები, იყო Rolling Stones, იყო ფარფლები, იყო Led Zeppelin, იყო Queen. ჩემი თაობა და ჩემი მეგობრები, მე და ჩემი ამხანაგები განსაკუთრებით გი აფხაზავა, რომელიც დღემდე გიждდება ამ ჯგუფზე, ვიყავით Led Zeppelin-ის და Queen-ის ესე თქვა ძალიან დამცველები და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, იყო ძალიან მშვენიერი წნებით მოდიოდა. ბაძო, დიდი მადლობა. რაც შეეხება კონკურსანტს ფაქტურად მეც არაფერი არ მაქვს სათქმელი, იყო წნევა, იყო მოდიოდა ესე ვთქვათ დრაივი, კარგად რო არ გემღერა უფრო ცუდი იქნებოდა პრინციპში, იმიტომ რომ ისეთი დრაივით უკრავდნენ ბიჭები, მე მომეწონა. მე გიწერთ ცხრიანს პირდაპირ გეტყვი რა. დიდი მადლობა. სამი ცხრიანით გავაცილოთ. გური ბასიკაშვილი, დიდი მადლობა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებით. მაშასე ჟიურის ვერდიქტი უკვე გამოტანილია და ჩვენი კონკურსი გრძელდება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუთსაიდერების გადასარჩენად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო გრჩებათ, ფასო ტელემაყურებლებო, ასე რომ იჩქარეთ და აქტიურეთ. ნამდვილად. ესე იგი, ქეთი, ეხლა მოდი დაუთმოთ სცენა კიდევ ერთ აუთსაიდერს, წინა კვირის, ადამიანი, რომელმაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ისე მაგრად შეასრულა თავისი ნომერი რეპეტიციაზე, რომ სცენაზე მისი გამოსვლაც არ იქნება გამონაკლისი და სცენაზევეთ ასევე წარმატებული იქნება. ყოველ შემთხვევაში მე მას მთელი გულით და სულით უსურვებ ამას მომდევნო 4 წელი მინიმუმ. მაშასე კიდევ ერთი ლეგენდარული სიმღერა Queen-ის რეპერტუარიდან. These are the days of our lives. და მოდი ჯერ ამ ადამიანის პირადი ნომერი გახლავთ? 093 339. ხოლო სცენაზეა Tornike Ivanishvili. Sometimes I get the feeling I was back in your days long ago, when we were kids, when we were young. Things seemed so perfect, you know. The days were endless, we were crazy, we were young. Sun was always shining, we just lived for fun. Sometimes it seems like lately I just don't know. Rest of my life's been just a show. Those were the days of our life. The bad things in life were so few. Those days are all gone now, but one thing is true. When I look and I find I still love you. You can't turn back the clock, you can't turn back the tide, and the chain. I like to go back one time on a roller coaster ride where life's just a game. I know you're sitting and thinking on what you did, when you can lay back, enjoy it so your kids. Sometimes it seems like lately I just don't know. Rest of my life's been just a show. Those were the days of our life. The bad things in life were so few. Those days are all gone now, but one thing is
fine. I still love you. I still love you. თორნიკე ივანიშვილს კიდევ ერთხელ მხურვალედ მივესალმოთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ბეკ ვოკალისტებს ესეთი არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის და მერაბ სანოძეს უსმენთ. თორნიკე მოგესალმები. დიდი მადლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ აი არაჩვეულებრივი ტემბრის მქონე ადამიანი ხარ. არაჩვეულებრივი. თბილი, ტკბილი, რაღაც ესეთია. სულ მესმის რაც სიმღერას არ უნდა იმღერო, რაღაც ტეილორის ტემბრი მესმის ყოველთვის შენგან და ეს იყო ის სიმღერა რომელიც მე ძალიან მომეწონა პირდაპირ გეტყვი. რაღაც ესე ვთქვათ, პატარა გამონაკლისებს თუ არ მევაქცევთ ყურადღებას, იქ პატარა დადავლება, ამაღლება, ოღონდ ძალიან ცოტა, ორჯერ თუ სამჯერ. ამას ნახავ მე და შენ თუ მიხვდები რა. მე გიწერ 10-იანს რა. დიდი მადლობა. მადლობა. 10 ქულა, დიდი მადლობა მერაბ სანოძეს და რა თქმა უნდა გადავდივართ სიტყვით ქალბატონ მაიასთან. თორნიკე გილოცავ დღევანდელ გამოსვლას. მე რა თქმა უნდა არც შევადრი შენს წინა გამოსვლას, იმიტომ რომ აი დღეს იყავი პირველ რიგში აღნიშნა რომ ჩვენთან იყავი, მართლა სცენაზე იყავი, სიმღერაში იყავი ბოლომდე და აი მე სანოს დავეთანხმები განსაკუთრებით აი ძალიან ესეთი სასიამოვნო ფრაზის ბოლოები იყო ძალიან კარგი ტემბრალურად. რა ვიცი მე დღეს ვარ კმაყოფილი, გიწერ ცხრიანს. დიდი მადლობა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება და უსმენ ჩალვას. მეც გილოცავ და ნუ აღც country-ს ხმით ნამღერი Queen-ი ძალიან კარგი იყო ჩემთვის. ეს ვისი ამონე ანუ რეჩიტატივები იყო, ინტონაცია ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შემთხვევაში. ერთ-ერთი აი შენც მე მგონი იგივე პრობლემა იყო, რომ ეტყობა თვითონ მერკურის დიაპაზონი არის ძალიან დიდი და შეიძლება ვერ მოირგეთ ან. ამიტომ მე გიწერ ცხრიანს. ალო. და მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 9 ქულა. ისვისაც დიდი მადლობა ჩვენს კომპეტენტურ ჟიურის. მაშასე, აპლოდისმენტების თანხლებით გავაცილოთ თორნიკე ივანიშვილი. აუთსაიდერები უკვე წარსდგნენ თქვენ წინაშე. მე კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ შეგახსენებთ, რომ მზარების მიღება შეწყდება როგორც კი ბოლო მუსიკალური ნომერი გაჟღერდება ამ სცენაზე, ასე რომ აუცილებელია რომ იჩქაროთ და უფრო მეტად აუცილებელია რომ იაქტიუროთ იმისათვის რომ გადაარჩინოთ თქვენი ფავორიტი. ეხლა კი დადგა დრო მაესტროს ეთერში ვნახოთ ჩვენი სარეკლამო ბლოკი, ხოლო სანამ სარეკლამო ბლოკს ვნახავდეთ, მანამდე ტრადიციულად თქვენი მონამორჩილი იოსები შემოგთავაზებთ ერთ ლექსს, რომელიც მე მიუძღვენი ჩვენს ქართველ დიასახლისებს და ზოგადად ყველა თურქულ სერიალს, რომელთა შორის ლიდერი ერთ-ერთი. მიმიხდით, ხო? მოკლედ ლექსის შინაარსი ესეთი არის. დიასახლისი, ეს დიასახლი, წარმოიდგინეთ, რომ დიასახლისი ამბობს ამ ლექსს. დღეს ჩემთან სიზმარში მოვა სავაში, იმენა დარწმუნებული ვარ ამაში. ჩვენ უერთგულად ელემაყურებელო, ვინც ახლა შემოგიერთდა და შეგახსენებთ, რომ ეთერშია ყველაზე მუსიკალური, ყველაზე რეალური შოუს Makti Funny-ს მერვე ლაივ კონცერტი, რომელსაც რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ Makti. ასევე, ხო, შეიძლება ჯერ მე ვთქვა, რომ დღეს შევახსენო უბრალოდ, ვინც ახლა შემოგიერთდა. ოი, მე კოკოის კარი ნერვი ვიყო, ეხლა მე გადმოგცემ სიტყვა. მოკლედ დღეს გვაქვს Queen-ის ტური. ძალიან მაგარი შესრულებით და თუ დარჩებით ჩვენთან, ამაში დარწმუნდებით ნამდვილად. ახლა გააგრძელე. ახლა კი სცენაზე შესრულდება კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სიმღერა. სხვადასხვა ეს ადამიანი ამ სიმღერას თავისეულ ვარიანტს შემოგთავაზებს ამ სიმღერის, რაც ნამდვილად აღსანიშნავია. ასე რომ Queen-ის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სიმღერა Living on my own. Baby. სცენაზე კი გახლავთ ვინ? თუ არა თორნიკე იფიანი.
Sometimes I feel I'm gonna break down and cry. Nowhere to go, nothing to do with my time. I get lonely, so lonely, living on my own. Sometimes I feel I'm always walking too fast, and everything is coming down on me, I go crazy, oh so crazy, I'm living on my own. And I don't have no time for the monkey business. It gets so lonely, 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 yeah. Got to be some good times ahead. Sometimes I feel nobody gives me no warning. Find my head is always up in the clouds in the dream world. And it's not easy living on my own, my own, my own. And I don't have no time for the monkey business. It gets so lonely, 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 yeah. Got to be some good times ahead. თორნიკე ღებიანი. ვაუ. აი, ინტერპრეტაციაც ამას ქვია. შემოքეთ. ბრავო, ბრავო, თორნიკე, დაიკავე ადგილი ჩვენს გვერდით. წინასწარ გილოცავ, მაგრამ მაინც მოდი მოусმინოთ ქალბატონ მაიას. გილოცავ დღევანდელ გამოსვლას, მე მართლა ძალიან მომეწონა შენი ვერსია, ძალიან უცხო იყო, ძალიან შთამბეჭდავი იყო და მე ვარ ისევ ჩემს აზრზე, მე მომწონს ეს მუსიკოსი, ანუ გულისხმობ შემთხვევაში თორნიკეს და ალბათ უკვე ტრადიციულ ქულას დავწერ, იმიტომ რომ სტაბილურად ეს ადამიანი არის თავის სიმაღლეზე და მე დღესაც დავწერ 10-იანს. 10 ქულა. დიდი მადლობა ქალბატონ მაიას. და ვუსმენთ შალვა ცხოვრებაძეს. ჩემთვისაც აი კონკურსანტი თორნიკე შედგა უკვე რამდენიმე ტურის წინ დასრულდა მე ესე მგონია და დღეს უკვე აი არ ვიცი ძალიან ინდივიდუალურ ძალიან საინტერესო მოდი სკოლაში არ მეყვარდა მათემატიკა და ეხლა ციფრები თუნდა გამოვხატო მაინც ვიდრე ვერბალურად 10 ქულა 20-იანი უკვე გაქვს შესაბამისად 20-იანი შენზეა ამ ტურის მე ვუსმენთ მეროცანოზის თორნიკე ძალიან მაგარი რამე იყო რა ძალიან მაგარი ეს არის შენი ესე თქვა ესეთი ორიგინალური ვერსია რომელიც მე ძალიან ეს ფაქტობრივად პირდაპირ გეტყვით ვინერვიულე როცა ამას უსმენდი კარგი გაგებით რა მე დაწუნებული ვარ რომ YouTube-ზე ამას ექნება ძალიან ბევრი ნახვა ამ სიმღერის ამ ვარიანტს და მიდი არ გაჩერდე შეუბერე შენ ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ რა
დიდი მადლობა ბატონ მერაბ ესეთი გამხნევებისთვის და 30 ქულით ქავაცილო თორნიკე ყიფიანი ბრავო თორნიკე დიდი მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი შესრულებისათვის ნამდვილად მე ვიტყოდი ჯიგარი ხარ თორნიკე მართლა ძალიან საინტერესო იყო რა დამეთანხმები ალბათ ამაში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ბეკ ვოკალისტებს რომლებიც თავის სიმაღლეზე არიან ტრადიციულად მაჯაზე ჩვენი კონკურსი გრძელდება და წარმოგიდგენთ ადამიანს რომელიც წინა 2 ტურის განმავლობაში გადაარჩინეს თავიანთმა მეგობრებმა კენჭის ხრის პრინციპით იმედი მაქვს რომ დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ გვექნება რადგანაც მის მიერ შესრულებული სიმღერა გააოცებს ყველას და ეს სიმღერა გახლავთ სიმღერა Jealousy Queen-ის კიდევ ერთ-ერთი არაჩვეულებრივი სიმღერა მაგარი ვეცი ხოლო ასრულებს მას თუ არა ვინ ხათია ყურაშვილი To fall in love was my very first mistake. I don't know, I was far too much in love to see. Whoa, jealousy, look at me now. Jealousy, you got me somehow. You gave me no warning, took me by surprise. Jealousy, you led me on. You couldn't lose, you couldn't fail. You had suspicion on my trail. How, oh my jealousy, I wasn't man enough to let you hurt my pride, but I'm only left with my own jealousy. Whoa, how strong can you be with matters of the heart? Life is much too short to while away with tears. If only you could see just what you do to me. Jealousy, you tripped me up. Jealousy, you brought me down. You give me sorrow, you cause me pain. Jealousy, when will you let go? Got a hold of my possessive mind, turn me into a jealous kind. How, oh my jealousy, I was mad enough to let you hurt my pride, but I'm only left with my own jealousy. But now it matters not if I should live or die, 'cause I'm only left with my own jealousy. ხათია ყურაშვილი ბრავო ხათია ყურაშვილი დიდი მადლობა ხათია დაიგავე შენი კანი პოზიცია ჭირიმე ხათია კარგი გოგო ხარ დედაცვალი შენ დიდი მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი შესრულებისთვის და მერაბ სანავზეს გადავცემ სიტყვას გისმენთ ბატონ მერაბ გილოცა პირველ რიგში იმიტომ რომ მე პირდაპირ გეტყვით ეს არის ერთ-ერთი რთული სიმღერა მართლა რთული სიმღერა ესე ვთქვათ მელოდიური ნახაზი ესე იგი ისე დაბალი ნოტიდან იწყება მთავრდება ძალიან მაღლა ამიტომ ამან ცოტა შენ ხელი შეგეშალა რაც შეეხება დაბლებში
ესე თქვა მოგცემ შენიშნას. როცა დაბლები ესე თქვა შენთვის არ იყო მისაღები და ჩვენ ესე თქვა ჩვენც ვერ მივიღეთ, იმიტომ დაბლები არ გიჟღერდა და ცოტა გიდაბლდებოდა. მაღლებში ხარ ჩემპიონი რა. მე გიწევ ცხრიანს. ცხრიანს. ბატონმა ვერმა და გადავდივართ სიტყვით ხალბატონმა ერასთან. მეც ვეთანხმები სანოს, იმიტომ რომ ეს გასაგებია რომ არ არის ფლად შენი რეგისტრი დაბლებში ცოტა დაიკარგე და იყო იქ კიდე უსუფთავობა, ამიტომ მეც ცხრიანს ვწერ. 9. გვაქვს 2 ცხრიანი უკვე და შალვას ვთხოვთ რომ დააგვირგვინოს ეს ამბავი. ხო მე ცოტა განსხვავებულ რაღაცას გეტყვი, იმიტომ რომ კომუნიკაცია უფრო მაკლდამე ვიდრე ხარისხის სიმღერის, იმიტომ შენ ძალიან ბედით ყურადღებას უთმობდი რომ სწორად გემღერა, იმიტომ რომ ჰარმონია შვება ამ სიმღერის ამას. ეს მერკურის ბრალია. მეც გიწერ ცხრიანს. დიდი მადლობა ჩვენს კომპეტენტურ ჟიურის და გავაცილოთ მხურვალე აპლოდისმენტებით შეიძლება თათია ყურაშვილი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება შევახსენებ ტელემაყურებელს რომ მერვე ტურია ჩვენი ლაივ კონცერტების შესაბამისად ჩვენი ჟიური უფრო და უფრო მკაცრდება და ამის გათვალისწინებით ცხრიანი მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა რა. ნამდვილად. კარგი, რამეს თუ არ იტყვი, მაშინ მე მაქვს სრული უფლება რომ გამოაცხადო ჩვენი შემდეგი სარეკლამო ბლოკი, მაგრამ სანამ ჩვენ სარეკლამო ბლოკზე გადავიდოდით, ქეთი მოემზადე, ახლა ლექსი მაქვს იმისთანა. სარეკლამო ბლოკს სანამ გავახურებდეთ. ესე იგი, ამჯერად იგივე თემატიკაზე თურქულ სერიალებთან დაკავშირებით, ოღონდ ამჯერად ლექსი, ესე იგი, აღმოხდა აჭარელ გლეხს, მამაკაცს, რომელიც მთელი დღე მუშაობს და საღამოს ესეთ ლექსს ამბობს. ჩავინიშნე, იმიტომ რომ ცოტა გრძელია. მოკლედ აჭარელი გლეხი, მამაკაცი ამბობს ესეთ ლექსს. დილით მოკრე ფორთოხალს, საღამოს კი მანდარინს, დღესაც მარტო ვიძინებ, ჯიში გაწყდა ბალდარის. მაშასე დაბრუნდით, შესაბამისად მხურვალე აპლოდისმენტები ყლავინდებურად გაისმის ჩვენს დარბაზში და ტელემაყურებელს შევახსენებთ რომ ყველაზე მუსიკალური, ყველაზე რეალური შოუ მაგთი ფანია ეთერში, რომელსაც წარმოგიდგენთ, რა თქმა უნდა, მაგთი. და კიდევ ერთი ძალიან მაგარი სიმღერა, ქეთი, ძალიან მაგარი კონკურსანტის შესრულებით. დამეთანხმები ალბათ რომ ძნელია Queen-ის რეპერტუარიდან აარჩიო რომელი სიმღერა გინდა რომ შეასრულო და თან გააოცო არა მარტო დარბაზში მსხვილ საზოგადოება, არამედ მთელი საქართველო. ასე რომ ნახოთ, რამდენად გამოუვა ეს ამბავი ჩვენ შემდეგ კონკურსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯადოსნური ემოცია დატრიალდება ამ სცენაზე, იმიტომ რომ ეს სიმღერა გახლავთ It's a kind of magic. სცენაზეა ამრი ხუდუშაური. It's a kind of magic. It's a kind of magic. It's a kind of magic. One dream, one soul, one prize, one goal, one golden glance of what should be. It's a kind of magic. One flash of light that shows the way. No mortal man can win this day. It's a kind of magic. The bell that rings is at your mind. It's challenging the doors of time. It's a kind of magic. The wedding seals it's on the air. The veil will down on Saturday. This a kind of magic. It's a kind of magic. There can be only one. This rest that lasts 1,000 years will soon be done. This flame that burns inside of me. I'm
1,000 years will soon be done. This is a kind of magic. It's a kind of magic. There can be only one. This race that lasts 1,000 years will soon be done. It's a kind of magic. Magic. It's a kind of magic. Magic. It's a kind of magic. It's a kind of magic, magic, magic. ანდრი გუდუშაური ჯადოსნური ანრი ჯადოსნური სიმღერით. და რა თქმა უნდა ჯგუფი ვაკის პარკი დიდი მადლობა ჩვენ ძმებს კიდევ ერთხელ რომ დღეს ჩვენ გვერდით არიან აღარაფერს ვამბობ ჩვენს ბეკ ვოკალისტებზე რომლებმაც ეს ბოლო ძალიან მაგარი ასლა იყო და დონე ხარ ბეიბი მერაბ სანოზეს უსმენ ისმენ სანო პირველ რიგში მართლა მინდა ეხლა სოციალში არ გეგონოს რომ ეხლა შენ მომეცი ინსპირირება რომ მე ესე ბეკები ჩემი პატარა მეგობრები შევაქო ძალიან მაგრები ყველა ტურში ძალიან მაგრად ღერიან ესენი და დიდი მადლობა მათ დიდი მადლობა მართლა კარგი იყო განსაკუთრებით ბოლო ესე თქვა ცოტა ესეთი გლისი რომელიც პერფექტ იყო შესრულებული დიდი მადლობა რაც შეეხება ანდრის ნუ ეხლა ზედმეტია საუბარი მე ძალიან მომწონს ეს ადამიანი მე ამას ადამიანი ორკესტრი დავარქ იმიტომ რომ მე თვითონ ნახე იმაზეც უკრავს ამაზეც უკრავს იმაზეც უკრავს იმაზეც და ესე შემდეგ თუმცა ვიტყვიეთ რაღაცას აი პირველი ნაწილი ჩემთვის იყო ძალიან კარგი ზედმეტად კარგი მეორე ნაწილის დასაწყისში ცოტა მოვდუნდით თუმცა მე ესე ვთქვათ ჩემი ქულა განაპირობა იმან რომ შენ გიტარაც ესე ვთქვათ ხელში გეკავა ამიტომ გიწერ 10-იანს მადლობთ 10 ქულა props ბრავო კალბუტონ მაია გისმენთ აი უკვე მერვე ტურია ვუსმენ ჩვენ ანრის და მე რაც მომწონს ყველაზე მეტად ამ ადამიანში აი დღეს ვფიქრობდი სწორედ როცა ვუსმენდი რომ ანრი ნებისმიერ სულ სხვადასხვა ჟანრი იყო სხვადასხვა მიმდინარეობა შეასრულა ამ ტურებში მაგრამ ერთი რაც ყოველთვის ახასიათებს ამ ადამიანს იგი ბოლომდე იხარჯება და ბოლომდე არის გულწრფელი თავის გამოსვლის დროს იმეცი და კული დავაფიქსიროთ ვთხოვთ კალბუტონ მაიას 10 ქულა გვაქვს მეორე 10-იანი ბრავო ანდრი ბრავო ვერ გავიგე შენი ჟანრი ჩემო ანრი შალოს უსმენთ ანრი ყოველთვის დრამას ქმნის რაც აი მე ამას გავამახვილებ ყურადღებას იმიტომ რაც ყიფოსგან განსხვავებით ყიფომ სულ სხვა ტიპის შემოგთავაზ შესრულება შენი უფრო ქვინური იყო ალბათ თუმცა რა თქმა უნდა არ ვამბობ რომ ეს იმიტაცია მეც ამ შემთხვევაში არა ვარ ორიგინალური და 10-იანს გეწერ ეს რაღაცა ძალიან მაგარი დღე არის ბრავო საუკეთესო შედეგი ანრი დიდი მადლობა ფან-კლუბი არ ცხრება გავაცილოთ ანრი ხურვალეთ ბრავო მართლა ძალიან მაგარი მუხტი დაატრიალა ჩვენს მაყურებლებს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ რომ ეთერშია ყველაზე მუსიკალური რეალური შოუს მაგტიფანის მერვე ლაივ კონცერტი ჩვენი პარტნიორები კი გახლავთ რადიო ვინილი FM 99 და 7 და სანო სტუდიო მაშას ახლა კი წევიდა გაგზელი გრძელდება ჩვენი საკონკურსო დღე და სცენაზე უნდა მოვიწვიოთ შემდეგი არაჩვეულებრივი კონკურსანტი რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი სიმღერით რომლის სახით წოდებოთ გახლავთ One Year of Love ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი სიმღერა ასევე Queen-ის რეპერტუარიდან მაგრამ ეს გოგონა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან წარმატებულად გაართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებებს მაშასე მიესალმოთ თქვენ წინაშია ნათია თოდუა Just 1 year of love
for your touch. There's so much love unspoken, and all I can do is surrender to the moment. Just surrender. So much and placed you close to pleasure, and all I can do is surrender to the moment. Just surrender. To yours. Always surrender day without you. I'm prisoner for love. ესეთი რამე დღეს არ მოხდა. აი, ჩვეულებრივი ყვავილების თაიგულის დაიმსახურა ნათიამ. ნათიას აღარ გვიბრუნებენ, მაგრამ მე მგონი დაგვიბრუნებენ და ნათია ტირის როგორც მოუწეს ნათია დადეკიშვეში. არის ტირო? ასუნინე რა. ვაუ. ზუგდიდის ამბავი. მაშასე, ვუსმენთ კვლავ ჩვენ კომპეტენტურ ჟიურის. ბრავო ნათია, კიდევ ერთხელ. ძალიან მაგარი იყავი და შალვა ცხოვრებაზე ვთქვათ რომ პირველმა შეაფასოს. აი ნათიამ მოირგო ქვინი და არა პირიქით არ მოერგო ქვინს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ მე ჯერა რომ ადამიანის ხმას ყველაფერი შეუულია და მით უმეტეს ასეთ კარგ ხმას. და მე რაც თავარია, მე მომავალში ვხედავ, როცა კიდევ უფრო დაიხვეწება ამ ხმას. არაფერი ერთ-ერთი რაც გამოხატავს ჩემს შეფასებას არის 10-იანი. 10-იანი! დიდი მადლობა შალვას და გადავდივართ სიტყვით ქალბატონ მაესთან. ნათია გილოცავ დღევანდელ გამოსვლასაც, რა თქმა უნდა, შენ ხარ მართლა ძალიან გასაოცარი გოგონა და ჩვენ ეს არაერთხელ ავღნიშნეთ. მე უბრალოდ ერთ პატარა შენიშვნას მოგცემდი როგორც ჩემს უმცროს კოლეგას. შენ გაქვს მაღალი ბგერები, რომელსაც ძალიან თავისუფლად მღერი. უბრალოდ გაქვს მეტალი ხმაში და ესეც გამოცდილებასთან ერთად მოვა. მე უბრალოდ გირჩევ, რომ ეს მაღალი ბგერები ისწავლო რეგულირება შენი ხმის, უფრო რბილად უნდა აიღო, იმიტომ რომ ძალიან ისე ისმის ხოლმე ეს ჩვენ ხვდებით რასაც გიხსნი, ხო, ეს მეტალი ძალიან ჭახეთ ჟღერს ხოლმე მაღლებში. უბრალოდ ესეც მოვა გამოცდილებასთან ერთად, მე უბრალოდ ეს ჩემი სურვილია, რომ გირჩიო როგორც უმცროს მეგობარს და მე დარწმუნებული ვარ, შენ მიხვდი რაც გითხარი და ამასაც მიაღწევ, არაფერი ამაში რთული არ არის, გილოცავ. და მეორე 10-იანი. ოჩახ ნათია, ოჩახ. და ბატონ მერავს ვთხოვთ რომ მადლობთ სოსო, ნათია გილოცავ. მე ყოველთვის ამბობდი რომ ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და უფალმა დაგაფერთხა ესე თქვათ ნიჭი შენ და ამიტომ მე დასაწყისში ესე თქვათ ჩვენი საღამოს დასაწყისში თქვი რომ ქონდა ჩვენ ესე თქვათ კლუბები გაკეთებული Queen-ის, Led Zeppelin-ის და ესე შემდეგ. იმათგან ეხა მე ვიცი იმათი ხმა მომდის ეხა თუ რა უნდა თქვა და რა უნდა გავაკეთო. ეს არის ერთი ბაჩოკი ჭეიშვილი და მეორე გია აფხაზავა, რომლებიც აი ხა ტელევიზორთან არიან ალბათ შემოსულები და ესე მიკარნახეს რა, მე ესე ტელეპათიურად გადმომეცა რომ გიამას და ბაჩოკიმაც შენ დაგიწერეს 10-იანი ჩემოკარგო რა. 10-იანი! 3-10-იანი ნათია თოდუას. უღრმესი მადლობა ჩვენს კომპეტენტურ ჟიურის. ასე რომ არ გადაართო ჰანი, ეთერშია მაგთი ფანი.
მაშასე ბრუნდებით ჩვენო ერთგულებელი მაყურებელო იმისთვის რომ გაცნოთ ეთერშია ყველაზე მუსიკალური და ყველაზე რეალური შოუს მაგთიფანის მერვე ლაივ კონცერტი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოთმინებისთვის. დარბაზში მყოფ საზოგადოებას მიმართავ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება დაიცავით სრული სიჩუმე ნომრის შესრულების დროს, რადგანაც თქვენ ამით არათუ ამხნევებთ თქვენს ლიდერებს, არამედ პირიქით ხელს უშლით. განსაკუთრებით შემდეგ მონაწილეს, რომელსაც სანამ ნომერი დაიწყება, მანამდე შეგვიძლია შეხვდეთ ოვაციებით. მაშასე კიდევ ერთხელ თქვენ წინაშეა აკე პატარაია. და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ზაზა ხუციშვილს. ზღვის აკე ნახე, აი ეხლა შეგიძლიათ იხმაუროთ. აი ეს. დიდი მადლობა დასვის სამსახურს კიდევ ერთხელ, რომ დავაშოშბინეთ ჩვენი ფან-კლუბის წევრები. კალბატონო მაია გისმენთ. აკე, შენ მოკლედ მიიღე მრავალი გამოცდილება ამ პროექტში, ესე იგი მოგიწია სიმღერა, როდესაც იყავი ძალიან ავად, მოგიწია სიმღერა, როცა იყო ტექნიკური ხარვეზები. აი კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, როცა გადიხარ სცენაზე, არ იცი რა გელის, მაგრამ სწორედ ამითია საინტერესო და ეს არის ყოველი გასვლა არის რაღაც გამოცდა, არა მხოლოდ ხმის და შენი მუსიკალურობის, ნერვების და რა თქმა უნდა, შენ მიიღე ის გამოცდილება, როცა არ გემორჩილება ხმა და შენ გემოზე ვერ მღერი.
აი მაგ დროს ადამიანს ეხსნება ის რაღაცა რესურსი, რომელიც არ იცი რომ გაქვს, მაგრამ აი ეს და იწყებ სხვანაირ სიმღერას. ერთის მხრივ როგორც იტყვიან რაც ხდება ყველაფერი კარგისკენ, იმიტომ რომ როდესაც შენი იმედი გაქვს, შენი ძლიერი ხმის, მაშინ ამაზე აკეთებ აქცენტს და აი ეს ორი ტურია მთელი შენი მუსიკალურობა ჩანს, სწორედ იმის გამო, რომ შენ ვერ ფლობ ბოლომდე შენს ხმას და მე ეს მომწონს, ის კი არა რომ ხმაზე არა ხარ, აი ის რომ შენ იყენებ აი ამ შენ და ახერხებ შენ მუსიკალურობის ხარჯზე არაჩვეულებრივად შეასრულო ყველაფერი. ოჩა. და მაინც გთხოვთ ქული დააფიქსიროთ, ქალბატონი მაია, თქვენი 10 პოზიცია 10-იანი. Браво, браво. მაშასე, შალვას გთხოვთ რომ შემდეგმა შეაფასოს აკეს. მე მივესალმები არჩევანს, როცა აი არაერთი ეფექტური სიმღერა და ერთია სასიმღერო, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი ბოლომდე მორჩენილი არ იყავი ხმასთან დაკავშირებით. არაფერს, მე დავწერ ცხრიანს, გამართულ კარგ ცხრიანს. გამართულ ცხრიანს. თქვა ბატონმა შალვამ, თუ ბატონობას მორჩით ხო ბატონო შალვა? კი ბატონო, მერაბ სანოძეს უსმენთ. აკე პირველ რიგში გილოცავ, ესე ვთქვათ, შედარება არ არის წინა კონცერტიდან დღევანდელ კონცერტს სიმღერას პირდაპირ შედარებით ესე ვიტყვი. მე მომეჩენა თითქოს არ ვიცი, ეგ შეიძლება ჩემი ბრალი იქნება ეხლა რასაც ვიტყვი, მაგრამ მე მომეჩენა რომ თვითონ კომპოზიცია იყო ცოტა ჩქარე. ჩემი აზრით, არ ვიცი, ზაზას უკაცრავად ალბათ იყო ჩქარი, იმიტომ რომ მე ქვენები ძალიან მიყვარს და ძალიან თითქმის ზებირად ვიცით ყველაფერი რა. მეორე იყო აშკარად გეტყობოდა ნერვიულობა. ოღონდ რატომ? ისიც გავიგე რომ ცოტა ტექნიკური პრობლემა იყო და ცოტა დიდხანს მოგეცია ესე ვთქვათ უსაქმოდ ყოფნა სცენაზე და როგორც ეტყობა შენ სცენაზე უსაქმოდ არ შეიძლება იყო. ამიტომ ჩემო კარგო, შენ როცა დაიწყე სიმღერა, იყო ცოტა რაღაც შენიშვნები ჩემი მხრიდან იქნება და კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვჭოვთ ამ დროს თუ რა და როგორ არის, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. მე მომეწონა შენი ჟინი, რომ ბოლომდე ესე წახვედი, არ ვაქცევ ყურადღებას შენს ესე ვთქვათ ხმის დეტონირებას, იქ რაღაცა ავათახარ, როცა მე ვაქცე ყურადღება ნეტა მაშინ არ მიმექცია. ეხლა პირდაპირ გეუნები რა. შენ დღეს იყავი ის რაც მე მინდოდა მენახა. მართლა ეგრე ხარ. მაგარი ხარ ძალიან. 10-იანი შენ რა. 10-იანი. Браво, браво, აკე. ძალიან მიხარია რომ ესეთი შეფასებები გქონდა. და браво ჟიურის. ესეთი მხარდაჭერისთვის, ესეთი ჰუმანურობისთვის ჩვენ ნამდვილად ძალიან ვაფასებთ თქვენს ესეთ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამეორდები. და გრძელდება ჩვენი საღამო და აგრძელებს მას მომღერალი რომელმაც ძალიან თამამად გადაწყვიტა რომ შეჭიდებულიყო სიმღერას თუ არ ვწდები ეს სიმღერა გოგონას ჯერჯერობით არ შეუსრულებია ყოველ შემთხვევაში და დღეს ესეთი თამამი ექსპერიმენტი იქნება მაგთიფანის სცენაზე ასე რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოვითხოვ კიდევ ერთხელ ვთხოვ დარბას რომ ნომრის შესრულების დროს მაქსიმალურად ვიყოთ ყურადღებით რადგან ხელი არ შეუშალოთ ჩვენ ფავორიტს Okay? Okay. ახლა კი გაჟღერდება არაჩვეულებრივი სიმღერა სახელწოდებით Don't Stop Me Now. Wow! ასე მოგამაჩერებთ ამ ადამიანს ეხლა ამ წუთას და გამოვაცხადოთ იგი მაშასე თქვენ სტილაშია ია ტომაში. Tonight I'm gonna have myself a real good time. I feel alive in the world. It's turning inside out. Yeah. I'm floating around in ecstasy. So don't stop me now. Say you don't stop me. 'Cause I'm having a good time. I'm having a good time. I'm a shooting star. Through the sky like a tiger, defying the laws of gravity. I'm a breaking ball on my way to ride, letting it out. I'm gonna go. There's no stopping me. I'm burning through the sky. 200 degrees, that's something calling me. She's starting
თამაში. ვერ მალავ ჩემს ემოციებს და აი რა თქმა უნდა ჯგუფი ვაკის პარკი. საოცარი იყო და ძალიან დიდი მადლობა. ვერ გავჩერდი კულისებში გამოვარდი სინგლში. ბრავო, ბრავო, ძალიან მაგარი ხარ. მერაბ სანოძეს გადავცემ სიტყვას right away. ვაიმე რა ვთქვა არ ვიცი. იმდენად მომეწონა არ ვთქვა არ ვიცი. უბრალოდ მე ძალიან მინდოდა ბოლო ესე თქვა გერა გამეგონა, იმიტომ რომ ბოლოს ესე თქვა კომპოზიცია მთავრდება იქ სადაც იწყება, ესე იგი ტონიკაში იყო. აიღო თუ არა, ეს საინტერესო ნოტი არის. აი იყო თუ არა ის ტონიკა შენი აღებული არ ვიცი და ამიტომ ვერ შევაფასებ და მოდი მე პირდაპირ ვიტყვი აი ესე ჯიგრულად დაგიწერ ჯიგარ 10-იანს რა. ჯიგარი ხარ? ბატონო მერაბ, ჯიგარი. პირველი ჯიგარი 10-იანი. შალვა ცხოვრებაძეს გადავცემ სიტყვას, რომელიც ასევე ჯიგარია. მე ძალიან გაყოფილი ვარ და მე ძალიან ჯიგრულ 10-იანს დაგიწერ. მეორე 10-იანი. ბრავო. ჯიგრული 10-იანი. და თქვენც კაბადონო მაია, იმედი არ გამორჩები. ჯიგრების სიას. 3 10-იანი. არის. ეს არნებოდა პრინციპში. ია ძალიან დიდი მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი შესრულებისათვის. მე დიდი სცენები დაგიტოვებდი სცენას და კიდევ გავაგრძელებდი შენს კონცერტს, მაგრამ სხვა კონკურსანტის დრო არის დაგვდობეთ უშუალოდ. გავაცილოთ. უჯიგრესი ია ტომაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბეკ ვოკალისტებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჯგუფ ვაკის პარკს და ჩვენი დღევანდელი საღამო ნელ-ნელა გვახლოვდება დასასრულს, იძაბება ნელ-ნელა სიტუაცია და კიდევ ერთი კონკურსანტი დარჩა წარსადგენი ადამიანი რომელმაც კიდევ ერთხელ ტრადიციულად უნდა დააყენოს ცეცხლი ამ სცენაზე დაანთოს, ასე ვთქვათ, არა? რა თქმა უნდა და თან შეასრულოს არაჩვეულებრივი სიმღერა, რა თქმა უნდა Queen-ების რეპერტუარიდან და ეს სიმღერა გახლავთ Somebody to Love. ხოლო თავად შემსრულებელი ამჯერად გახლავთ უნიჭიერესი გიორგი ბერიძე. Somebody to Each morning I get up a darling, can barely stand on my feet. Take a look in the mirror and cry, why should you do it to me? I spend on my ears to believe in you. Someday I'm gonna be free. Somebody, can anybody find me? Somebody to love. I work hard every day of my life. I will try in my bones at the end. When I close my eyes, I pray on my own. This guy is a mess out the floor. Someday I'm gonna be free.
me somebody to love, find me somebody to love, find me somebody to love, find me somebody to love, somebody to love, somebody to love, somebody find me somebody to love, anybody find me somebody to აღსანიშნავია ბექების არაჩვეულებრივი და შოქში ჩამგდები შესრულება ამ ურთულესი სიმღერის. ბრავო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ბეკ ვოკალისტებს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ვაკი სპარკს, აი ესეთი არაჩვეულებრივი აკომპანიმენტისთვის და ზოგადად მხარდაჭერისთვის. გიორგია, მაგარი ხარ. გალბატონო მაია, გისმენთ. სიამოვნებით. მეც მინდა დიდი მადლობა ბენს და ბეკ ვოკალს გადავხადო, იმიტომ რომ პირველივე აკორდიდან უკვე ისეთი განწყობა მოიტანეთ არაჩვეულებრივი და ამისთვის დიდი მადლობა. გიორგი, რა გითხრა, აბა შენ კიდევ ერთხელ დაადასტურე რომ ხარ მართლა არაჩვეულებრივი მომღერალი. რა ვიცი, მე მგონი უკვე კომენტარიც ზედმეტია, ყველაფერი ფაქტი სახეზეა. შენ უკვე იმხელა პროგრესი განიცადე, ხა რო გიყურებდი, უცებ გამახსენდა სულ პირველი ტური, შენი პირველი გამოსვლა და თუ არის ამის საშუალება, მე იქნებ შენ თვითონ ნახო. რამხელა სხვაობაა, გინდა ვიზუალურად გულისხმობა, გინდა ხო, აი უკვე რომ ვთქვით, ხო, პირველივე ის უკვე მოდელის გარეგნობაც გაქვს, მართლა ძალიან კარგი ხარ და საოცარი პროგრესი არის და საოცარი წინსვლა არის, კი არა, არც ვიცი რა გითხრა. არაჩვეულებრივი ხმა გაქვს, ბუნებრივი, დაჯილდოვებული ხარ ამ ნიჭით და მე გისურვებ შენ და ვუსურვებ ჩვენს მთელ ქვეყანას, რომ შენაირი მომღერალი ყავდეს, უნდა იდგეს შენ სცენაზე და უნდა იმღეროს. ეს არის შენი ადგილი, შენი საქმე. და უნდა ძალიან ბევრი ბედნიერება მოუტანო ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ასეთი ხმები მე ვფიქრობ, რომ ძალიან მისახედია, მოსაფრთხილებელია და დასაფასებელია. რა თქმა უნდა, შენს ძალიან დიდ შრომასთან ერთად გისურვებ წარმატებებს. მეტი რა. ბრავო. უღრმესი მადლობა გალბატონო მაია ესეთი თბილი სიტყვებისთვის. გიორგია, ალბათ შენ თვითონ მიხვდი თუ რას ნიშნავს, როდესაც ესეთი პროფესიონალი გაფასებს და ესეთ შეფასებას აკეთებს. ბრავო შენ. ბრავო. დიდი მადლობა. შალვას უსმენთ. მე ესეთ ხერხს მივმართე სხვათა შორის და ორი ერთიანისგან შევეცადე რომ 11 შემედგინა. ბრავო. სამწუხაროდ არა მაქვს ამის დაწერის უფლება, რა თქმა უნდა. არა უშავს. თავარია რომ ცნელობა იყო. 10 გულა. 11 უნდოდა შალვას, მაგრამ როგორ არის? არანდა ქნა. 10-ზე მეტი არ იწერება ამ კონკურსში. დიდი მადლობა. 2-10-იანი უკვე გვაქვს და უსმენთ მერაბ სანოძეს. იცი რა, მე ვარ დამუნჯებული, ესე ვთქვათ რა. სრულიად ესე ვთქვათ შოკირებული ვარ და რატომ? მე ესე ვთქვათ ფრედი მერკურის ეს სიმღერა არის ჩემთვის ყველაზე მაგარი, აი მეტრი არის სიმღერების ეგ ჩემთვის რა, იმიტომ რომ ფანტასტიკური სიმღერა თავისი მელოდიური ნახაზი, თავისი უკან ხმებით, უღრმესი მადლობა, თქვენ ძალიან ნიჭიერო ადამიანებო. დიდი მადლობა ბაზო, ჩემო მეგობრებო, ძალიან მაგარი შესრულება იყო. ნუ ეს სიმღერა ფრედი მერკურის გარდაცვალების მერე, ცხონებული ფრედის მერე, ესე ვთქვათ, ყველაზე კარგად შეასრულა ჯორჯ მაიკლმა.
მე ვიტყოდი რომ ნურას უკაცრავად ჯორჯ ეგეთი შესრულება მე არ მომისმენია გილოცავ ბათუმი მაინც თავისაშება იოდი მაინც თავისას აკეთებს რა იოდის ამბავია ეგ გაგიმარჯოს კარგად იყავი ვაუ 3-10-იანი გიორგი ბერიძე გავაცილოთ რამდენად დიდია ჩემი ბედნიერება ქეთი როდესაც მე დარბაზში ვხედავ ჩვენი წინა ლაივ კონცერტების მონაწილეებს ადამიანებს რომლებმაც უკვე დატოვეს მაგტიფანი მაგრამ იმდენად საყვარლები და იმდენად პოზიტიურები არიან ისინი რომ დღეს აქ არიან მე ხა დავინახე ვასკა ჟღენტი ალექსი კიკვიძე და დარწმუნებული ვარ რომ ბევრი კიდე რომელიც ჯერ ვერ შევნიშნე ძალიან დიდი მადლობა თაკოს აგერ არის დიდი მადლობა ჩვენო მეგობრებო რომ გულშემატკივრობთ ამ ადამიანებს რომლებიც ნამდვილად ძალიან ნერვიულობენ რადგან როდესაც ჩვენ სიტყვა უნდა გადავცეთ ჩვენს კომპეტენტურ ანტიჟიურის მოგესალმებით გამარჯობა დავიწყოთ დღეს ცოტა მკაცრი ვიქნები იმიტომ რომ მე მგონი უკვე ბოლოსკენ ვართ და ცოტა უნდა გავუკაცრდეთ სიჩუმე დარბაზში პასიკაშვილი მიუხედავად იმისა რომ სიმღერა ძალიან კარგად იყო არანჟირებული და დაკრული იმისთვისაც დიდი მადლობა ლამპის პარკს და შენ ყველა საშუალება ქონდა რომ ეს შენ და სასიკეთოდ გამოგეყენებინა სამწუხაროდ ეს ვერ შეძლო შტაბილობა დამრჩა რომ კარაოკეს უსმენდი სადაც ბარში მე უკმაყოფილო ვარ და გიწევ -3-ს სიჩუმე დარბაზში ძალიან გთხოვთ ანტიჟიურის შეფასების დროს სრული სიჩუმე დარბაზში დიდი მადლობა ტონიკა ივანიშვილი აკაც მადლობა ვაკის პარკს ტონიკა იყო როგორც თელში წყალში მე მომეწონა პირველ რიგში სწორი გადაწყვეტილება მიიღე რომ არ ეცადე მერკურის კოპირებას და შენი ფერები დაამატე სიმღერას შესაძლებელი ფაქტორად არ ქონია პატარა ნიუანსებს თუ არ ჩაუთვლით -1 მადლობთ სიჩუმე ტონიკა იფიანი ტონიკა ძალიან გამიხარდა რომ შენი ვერსია მოგვასმენინე როგორც იქნა რაც შეეხება ნამღერს ყველაფერი ძალიან კარგი იყო უბრალოდ ჩემი აზრით ვოკალი და მუსიკა ცოტა აცდენილი იყო ერთმანეთს როგორც ხასიათით ისე რიტმულად შენ ფაქტობრივად ღეროდი იმავე რიტმში როგორც არის სიმღერა დაწერილი და გიტარა იყო სხვა რიტმში მე მესმის რომ ეს სპეციალურად გააკეთე მაგრამ მე ვოკალს უფრო მუსიკას გავაყოლებ მაგრამ ეს ჩემი აზრია შენ რა თქმა უნდა ნული ვაუ მადლობთ ბაგძელებთ სიჩუმე დარბაზში ძალიან თათია ყურაშვილი თათია არ ველოდი მართალი გითხრა ბევრი დეტონაციები ქონდა არ ვიცი ეს ალბათ უფრო მერკურის ბრალია და შენი და ამიტომ მე უკმაყოფილო ვარ და გიწევ -3-ს ალი უბიშაური ალი ყველაფერი კარგი იყო ერთის გარდა როგორც სტილითაც სიმღერა ეს სიმღერა ცოტა რბილი მსუბუქი და ცოტა თამაში უხდება ამ სიმღერას ცოტა მეტი ირონია ასე ვთქვათ ცოტა ელასტიური უფრო ელასტიური ვოკალი შენ უფრო ვოკალს აწვებოდი რაც მე ნაკლებად მომეწონა მხოლოდ ამიტომ გიწევ -1-ს -1 საკმაოდ მაღალი შეფასება სხვა შორის დიდი მადლობა თხოვთ ვაგრძელებთ სიჩუმე ნათია თოდუა ნათია ეს არის ბლუზი ეს სიმღერა შენ იმღერე ფაქტურად soul-ში რაშიც რა თქმა უნდა ცუდი არაფერია უბრალოდ ამან ჩემი აზრით სულად იმოქმედა თვითონ სიმღერის ხასიათზე ცოტა სევდა და ჩემთვის შესრულება ხმა მანერა ამ ვერსიისთვის წინვალი იყო -1 მადლობთ ვაგრძელებთ სიჩუმე აკე შენ გაქვს სიმღერის საკუთარი სტილი აკე პატარაია აკე შენ გაქვს სტილი შენი სიმღერის ვოკალის რა ძალიან კარგია სიმღერას მომეწონა ერთ-ერთი მეტი პიანოებზე მეტი უნდა იფიქრო განსაკუთრებით ასეთ სიმღერაში და ცოტა დეტონაცია გაგეპარა ცოტა -1
-1 სიჩუმე. ია ტომაში. ია იყო ყველაზე სცენური დღეს, რაც კვინის მუსიკას ასე უხდება და რასაც სამწუხაროდ სხვა მონაწილეები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ დღეს. მიუხედავად ყველაფრისა, რომ კარგათა სიმღერა რატომაც დაბალ რეგისტრში სიმღერა გიჭირდა დღეს. არ ვიცი ეს რას დავაბრალო, ხოლო ამიტომ -1. დიდი გიორგი ბერიძე. როგორც ყოველთვის კარგად იმღერე, მაგრამ შესაძლოა მეტ ყურადღებას დაუთმობდი მოძრაობას სცენაზე. ქცევას, მიუხედავად მithumetes როცა ბენდი უკრავს, ჯგუფი უკრავს, ლაივია და სიმღერას გაძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტა მეტი იმოძრაო და ცოტა უფრო აგრესიული იყო კარგი გაგებით სცენაზე. ამ შემთხვევაში შენი ენერგეტიკა მხოლოდ გაიზრდება და უფრო მეტ ზეგავლენას მოახდენს სმენელზე. მაგრამ კარგად იმღერე და გიწერ ნულს. ვაუ! და შასე გიორგი ბერიძე გახდა ჩვენი ბოლო მონაწილე, შესაბამისად ანტიჟიურიმ დაამთავრა თავისი შეფასებების გაჟღერება ჩვენს ეთერში და თუ შეიძლება ეხლა უკვე შეგვიძლია აპლოდისმენტები დავემშვიდობოთ ჩვენს უცნობ ანტიჟიურის, რომელსაც შეხვდებით შემდეგ 4 შაბათს თავისი მინუს შეფასებებით. და ტელემაყურებლების საყურადღებოდ ვიტყვით, რომ სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება საშუალება გამოვავლინოთ ის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ დატყოვებს დღევანდელ ჩვენს live კონცერტიდან პირდაპირ მაგთი ფანს და შესაბამისად გამოვავლენთ აუთსაიდერებს. თუმცა, კეთი, ეს ყველაფერი მე მგონი უნდა გავაჟღეროთ რეკლამის შემდეგ, არა? მაგრამ მანამდე, სანამ რეკლამას გამოვაცხადებდეთ მაესტროს ეთერში, არ მაქვს უფლება, რომ ჩემი ძალიან დიდი კომპლიმენტები არ გადავცე ჩვენს საყვარელ ჯგუფს, ვაკის პარკს. თქვენი ტაში მჭირდება ამ ამბავში და მინდა გითხრათ, რომ პატარა ლექსიც კი მოგიძღვენით ბიჭებო, პატარა ლექსი სანამ ჩვენი კომპეტენტური ანტიჟიური საუბრობდა, მანამდე ესეთი პატარა ლექსი დავწერე. ძალიან მაგრები ხართ, ქარში, წუმაში, თუ გადაობდე მომპარსე ულვაში, ჰა? წავა? რეკლამა. This thing called love, it cries, it cries on the child. It's sweet, it shakes all night, I turn and wish I could like it. There's another thing to lie. There goes my baby. She knows my rock and roll, she drives me crazy. She gives me hot the cocoa smell. I gotta be cool, relax, get in, get on my track, got a backseat, deck here, get on my bike or a motorbike until I'm ready. There's another thing for love. Be cool, relax, get in, get on my track, got a backseat, hit you high, to connect on like on my motorbike until you're ready. There's a little thing called love, yeah baby, this thing called love, this touch can't really that thing called love.
და ჯგუფი ვაგის პარკი. და ჯგუფი ვაგის პარკი. ცეცხლის, სოსო ცეცხლის სცენაზე დავიწვი პირველად. დიდი მადლობა ჩვენს ბეკ ვოკალისტებს. ჯიგრები ხარ. ცეცხლი თუ ნავთი, რომელი უფრო? ორივე. მადლობს ჩემო სიხარულო. იმედია რომ ამ სუპერ პროფესიონალის გვერდით ჩემი სიმღერაც რაღაცად ყოველ შემთხვევაში ჟღერდა და მაინც კონკურსის წესები ასეთია. სცენაზე უნდა მოვიწვიოთ ჩვენი აუთსაიდერები. მაშასე გამომხნევოთ ისინი. და ესენი არიან გური პასიკაშვილი და თორნიკე ივანიშვილი. განწყობა არის არაჩვეულებრივი, ყოველ შემთხვევაში ღიმილზე შემიძლია ეს თქვა. მაშასე ზარების მიღება შეწყდა და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი პროდიუსერებისგან საბოლოოდ გავარკვიოთ თუ ვინ რაოდენობა ხმების მიიღო და შესაბამისად ვინ გადადის შემდეგ ტურში და ვინ ვერ გადადის შემდეგ ტურში. მაშასე ხმები ჩვენო ძმებო და დებო გადანაწილდა შემდეგნაირად. ერთ-ერთმა კონკურსანტმა დააგროვა ხმების 99%. ძალიან უცნაური შედეგია, მინდა ვთქვა, სიმართლე გითხრა. ძალიან სანერვიულო ამბავია ეგ. ეს სიჩუმე დარბაზში. შესაბამისად მეორე კონკურსანტმა ლოგიკურად ხმების მხოლოდ და მხოლოდ 1% დააგროვა. ეხლა გაჩნია რომელი გირჩევნია, ჯერ გამოვაცხადოთ რომელმაც 1 ქულა დააგროვა თუ რომელმაც 99. კარგით, მოდით ნუღა გავაჭიანურებთ. სამწუხაროდ ხმების 1% დააგროვა და შესაბამისად მაგთი ფანი უნდა დატოვოს კონკურსანტმა სახელით თორნიკე ივანიშვილი. OMG! და თორნიკე მე მგონი ჟიურისკენ მიემართება, თუ პედაგოგებისკენ. წევრებთან გაინავარდა. პირდაპირ დარბაზისკენ. გური! Bravo! საკმაოდ შთამბეჭდავი გამარჯვება. დიდი მადლობა. 99%. შეგიძლია დაუბრუნდე შენს მეგობრებს. დიდი მადლობა. დაშით გავამხნევოთ კიდევ ერთხელ. თორნიკე, შესაბამისად, უბრალოდ თორნიკე დაუბრუნდა სამოქალაქო საზოგადოებას. დაპირებისამებრ, ხოლო გური რჩება მაგთიფანში. ჩვენი კონკურსი, რა თქმა უნდა, დასასრულს არ მიახლავდა. და ეხლა დადგა დრო, როდესაც სხვადასხვა კეთი სულ მინდოდა მე თქვა რომ ძალიან მაგარი მაისური გაცვია დღეს. და მე ვიცი რომ შენი მეგობრების სახებია მოთავსებული მათზე და შენ შეუსრულე მათ სიმღერა Friends. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი მაისურია. დავაფასეთ, ესეთი მეგობარი ყველა მიინატროს სხვაზე შორის. თქვი? დონეზე? მადლობა, დიდი მადლობა თქვენ აპლოდისმენტებისათვის. მაშასე. მადლობა. გადავედით შემდეგ ეტაპზე, ანუ უნდა გამოავლინოთ ახალი აუთსაიდერები. ანუ 3 აუთსაიდერი. შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ ტაბლოზე ვიხილოთ თუ ვინ არის ეს 3 ადამიანი, რომელიც რამოდენიმე წამში თქვენს წინაშე წარდგება აუთსაიდერის სტატუსით. და ესენი არიან კვლავ გური პასიკაშვილი, გავამხნევოთ გური, თათია ყურაშვილი და აკე პატარაია. ძალიან არ მომწონს ეს პროცესი, მინდა ვთქვა. დისკომფორტი მაქვს. არაჩვეულებრივი სამეული. ტრადიციულად ჩვენ წინ დავრჩა კენჭის ხრა,
ანუ ჩვენ ახლა მიმართავთ ლიდერ კონკურსანტებს, რომლებიც იმყოფებიან კენჭისყრის ოთახში, რომ გამოავლინონ ერთი ამ სამ შორის ყველაზე იღბლიანი, რომელიც აუთსაიდერების სტატუსიდან პირდაპირ დაუბრუნდება არა აუთსაიდერის სტატუსს. ანუ ისინი გადაარჩენენ მას და კეთი, ტრადიციულად მე გტოვებ სცენაზე ჩვენს მაყურებელთან ერთად და გავემართები კენჭისყრის ოთახში, რათა გავიგოთ თუ რა ხდება იქ. Hey guys. So მაგარიან. კარგი, ჩამოგიждები შეიძლება? მაშასე ია ტომაშის ხმა გახლავთ თათი აყურაშვილი. აი ესე გადანაწილდა პირველი ხმა. შემდეგ გადავდივართ თათია ყურაშვილი. მეორე ხმაც ეკუთვნის მას. გიორგი ბერიძეს ვთხოვ დააფიქსიროს. აკე იგივე ჩობანი. კარგი, ყიფო, შენი აკე ჩობანო. კარგი არის ეს. და ბოლოს აკე თუ გინდა ცემე, მაგრამ რა ვქნა? ეს თათიას ეკუთვნოდა? კარგი, მაშასე ხმების უმრავლესობა თუ შეიძლება მე დაგტოვებ თქვენი ნებართვით. ხმების უმრავლესობა ამჯერადაც აკე პატარაია. რაია ბიჭო, რაია. ჩვენი აკე პატარაია. უბრუნდება ისე თავის მეგობრებს. გილოცავთ აკე დაბრუნდი თუ შეიძლება დანარჩენ ბავშვებთან. მაშასე ჩვენი ორი ახალი აუთსაიდერი თათია ყურაშვილი და გური პასიკაშვილი. მოდით ახლა კეთი შენთან ერთად ტელემაყურებელს გავაცნოთ მათი პირადი ნომრები, რადგანაც სწორედ ამ წამიდან ისინი თქვენ ზარებზე ხდებიან დამოკიდებულნი, ჩვენო ერთგულო ტელემაყურებელო. მაშასე თათია ყურაშვილის პირადი ნომერი გახლავთ 093 300 და მოდი გური შენ გამოაცხადე. შესაბამისად გური პასიკაშვილის პირველი რა იყო და პირადი ნომერი გახლავთ 093 310. წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ რომ გავაცილოთ უფრო ხმამაღლა ჩვენი აუთსაიდერები. შემდეგი ტური ჩვენ შეგირჩიეთ ასევე განსაკუთრებული ტური ჩვენო ერთგულო ტელემაყურებლებო, რადგანაც 18 ივნისს გახლავთ ლეგენდარული მუსიკოსის პოლ მაკარტნის დაბადების დღე და შესაბამისად ჩვენი კონკურსანტები შეცდებიან რომ თავიანთი ვერსიები წარმოგიდგინონ ამ ლეგენდარული მუსიკოსის მიერ უკვე მრავალჯერ გაჟღერებული სიმღერებისა. დიდი მადლობა ჩვენ კომპეტენტურ ჟიურის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯგუფ ვაკის პარკს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენ ბეკ ვოკალისტებს და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მაქთის, რომელიც ზრუნავს ჩვენ განწყობაზე. თქვენ კი სულ რაღაც ერთი კვირით გემშვიდობებით. შემდეგ ოთხშაბათს მე და კეთი ასევე გაგიღიმებთ როგორც დღეს და გეტყვით. გაიღიმე ჰანი, ეთერშია მაქთი ფანი.